Მომბის ექსკლუზიური მონიტორინგი კონტროლის პალატის დასკვნაზე გრძელდება. მაკონტროლებელმა ჯანდაცვაში განხორციელებული იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის აუდიტის შედეგად შესყიდვებთან დაკავშირებული დარღვევები აღმოაჩინა. დასკვნის მიხედვით კორუფციული სქემა გამოვლინდა. სახელმწიფო მოხელეებმა ვაქცინების შესაძენად გამოყოფილი ბიუჯეტი მიმწოდებელი კომპანიის მოგებას მოარგეს და შესყიდვა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაგეგმეს. ამით სამინისტროს თანამშრომლებმა სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს. სოფო ოხანაშვილის რეპორტაჟი. იმუნიზაციის პროგრამის აუდიტორული დასკვნა უკვე მზადაა. დოკუმენტში წერია, რომ სახელმწიფო მოხელეებმა წითურა წითელყმაყურის ვაქცინის შესაძენად გამოყოფილი ბიუჯეტი ერთი მიმწოდებელი კომპანიის M-Pharm-ის ფინანსურ ინტერესებს მოარგეს. 2 წლის განმავლობაში შესყიდვები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ისე დაიგეგმა, რომ ვაქცინის შესაძენად გამოყოფილი თანხა მთლიანად კომპანია M-Pharm-მა მიიღო. ორთვიანი მუშაობის შედეგად მაკონტროლებლებმა დაასკვნეს, რომ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სააგენტო მიაფასიანი საჭირო მარაგზე ნაკლები და მოკლევადით ვარგისი ვაქცინა შეიძინა. ბიუჯეტმა 1.8 მილიონი ლარამდე იზარალა. სამინისტრო სისტემის თანამშრომელთა არამარძომიერი ქმედებებით 2009 წელს M-Pharm-ის მიერ იმპორტირებული 6 ლარიანი ვაქცინა სახელმწიფოს დაუჯდა 17 ლარი, ჯამში 370.000 ლარის ღირებულების ვაქცინა სააგენტომ შეიძინა 1.070.000 ლარად, საიდანაც კომპანიის ამონაგებმა შეადგინა 700.000 ლარი. ხოლო 2010 წელს ასევე M-Pharm-ის მიერ იმპორტირებული 8.5 ლარის ღირებულების ვაქცინა სახელმწიფოს დაუჯდა 18 ლარი, ჯამში 600.000 ლარის ღირებულების ვაქცინა სააგენტომ შეიძინა 1.260.000 ლარი, საიდანაც კომპანიის ამონაგებმა შეადგინა 650.000 ლარი. დასკვნის მიხედვით ტენდერში კომპანია M-Pharm-ის გამარჯვებას ხელი შეუწყოს შესყიდვაში ექსპერტებად ჩართულმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილემ, რომლებმაც 2009 წელს ტენდერიდან დისკვალიფიკაციის მიზნით ტენდერში მონაწილე GPC-სგან დაუსაბუთებლად მოითხოვეს ვაქცინების ვარგისიანობის ვადის დამადასტურებელი დოკუმენტი. იმ პირობებში, როდესაც GPC-ის პროდუქციის ვარგისიანობის ვადა ორჯერ აღემატებოდა M-Pharm-ის პროდუქტის ვადას. ამ მოთხოვნის შემდეგ GPC ტენდერს გამოეთიშა და M-Pharm კონკურენტის გარეშე დარჩა. 2009 წლის ტენდერში GPC სატენდერო კომისიას ერთ დოზა ვაქცინას, რომლის ვარგისიანობაც 12 თვე იყო 5.5 ლარად სთავაზობდა. მაშინ, როდესაც M-Pharm-მა შეთავაზებული იგივე პროდუქტი 17 ლარი ღირდა და 7 თვიანი ვარგისიანობა ჰქონდა. სატენდერო კომისიამ გადაწყვეტილება ისეთი პროდუქციის სასარგებლოდ მიიღო, რომელიც უფრო ძვირიც ღირდა და ვადაც უფრო მალე გაზრდიოდა. რაშიც 976.000 ლარის ნაცვლად 1.070.000 ლარი გადაიხადა. 2010 წელს იმავე ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნის GPC-ის წინადადება დაიწუნეს. 14 ლარიანი MMR2 ვაქცინის ნაცვლად სატენდერო კომისიამ გადაწყვეტილება M-Pharm-ის 18 ლარიანი პრიორიქსის სასარგებლოდ მიიღო. ექსპერტების დასკვნის მიხედვით ვაქცინა MMR2 დაუშვებელი იყო იმუნიზაციის პროგრამაში. ამ გადაწყვეტილებას სატენდერო კომისიაში იმით ხსნიდნენ, რომ თითქოს ამ ვაქცინის გამოყენების პრაქტიკა საქართველოს არ აქვს. კონტროლის პალატის მონიტორინგის შედეგად კი აღმოჩნდა, რომ საქართველოში 2004-2009 წლებში გამოყენებული ვაქცინების 60% სწორედ MMR2-ის ვაქცინაზე მოდის და წლების განმავლობაში ამ ვაქცინით ათასობით ბავშვი ყოველგვარი გართულებების გარეშე აიცრა. ეს იყო კლასიკური მაგალითი ერთი კონკრეტული კერძო კომპანიის ინტერესების ლობირებისა სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ. ყველა მოქმედება მიმართული იყო, რომ კონკრეტულ ერთ ფირმას მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ტენდერებში, გამარჯვებულად გამოცხადებული იყო და შემდეგ აეთვისებინა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები, დაეთვისებინა ისევ და ისევ საკმაოდ მაღალ ფასში სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დღეს ჟურნალისტებისთვის ვერ მოიცალა, როგორც ცენტრში განმარტეს, ის მთელი დღის განმავლობაში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს მართავდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კი განმარტავა, რომ შესყიდვებთან მათ არანაირი კავშირი არ აქვს და ცენტრის სააგენტოს მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებს აწვდის. ჩვენი მაღაში მონაწილეობა არ გვაქვს. მაგრამ დეტალებს მე ეს ვერიფიკირებს მაგის საფუძველში არა. ჩვენ ვიდეო კონტინენტი რაოდენობის შეიძლება ვაქცინების შეიძლება. კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის პერიოდში ვაქცინაციის სპეციფიკის განსაზღვრას ჯანდაცვის სამინისტროს იმუნიზაციის საკოორდინაციო კომისია კურირებდა. მაშინ ამ კომისიას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კოკა ფრუიძე ხელმძღვანელობდა. მისი ხელმოწერაა დაფიქსირებული იმ ტენდერის შედეგებზეც, რომლებშიც კონტროლის პალატამ დარღვევები აღმოაჩინა. მინისტრის ექს-მოადგილე მაკონტროლებლების დასკვნაზე კომენტარს არ აკეთებს. აღმოჩენილ დარღვევებზე კომენტარს არ აკეთებენ ჯანდაცვის სამინისტროშიც. ჯანდაცვის მთავარ უწყებაში ამბობენ, რომ საკუთარ პოზიციას მხოლოდ მას შემდეგ გაახმოვანებენ, როდესაც კონტროლის პალატის დასკვნას მიიღებენ და გაეცნობიან.